საღამოშიდობისა მეგობრებო, დღეს როგორც დაგეგმილი იყო ჩვენი გადაცემა, ტრადიციულად გრძელდება. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება მე-19 საუკუნის ევროპული ისტორიული მწერლობა. კერძოდ დღეს ვისაუბრებთ გერმანელ ისტორიკოსებზე და ესენი იქნებიან რანკე, მომზენი, ლეოპოლდ ფონ რანკე, თეოდორ მომზენი და ასევე დროიზენი, გუსტავ დროიზენი. ფაქტობრივად ეს არის 4 გამორჩეული ისტორიკოსი მე-19 საუკუნის ევროპულ საზოგადოებაში, რომლებმაც ფაქტობრივად შეძლეს და მოახერხეს იმდროინდელი გერმანული ისტორიოგრაფიის განვითარება. ანალოგიური მაგალითი ჩვენს ყავს, ეს არის ყველასთვის ცნობილი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ზოგადად ქართული ისტორიოგრაფიის და არა მარტო ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში და შესაბამისად უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ქვეყნების მაგალითზე ივანე ჯავახიშვილი ტოლს არ უდებდა ფაქტობრივად ისტორიოგრაფიის განვითარებას, ხო? მას შესაბამისად, გერმანული ისტორიოგრაფია არის ერთ-ერთი ბოლო თემა, რაზეც ვისაუბრებ, ზოგადად ისტორიოგრაფებზე ესაა ბოლო თემა. მოგეხსენებათ უკვე ჩვენ განვიხილეთ ფრანგი ისტორიკოსები, შოტლანდიელი ისტორიკოსები, ინგლისელი ისტორიკოსები განვიხილეთ, ასევე ნეაპოლელი ისტორიკოსები განვიხილეთ, იტალიელი კერძოდ და დღეს უკვე განვიხილავთ გერმანელ ისტორიკოსებს ფაქტობრივად და ამით დავასრულებთ უკვე ჩვენ დღევანდელ საუბარს, როგორც ასეთი, ხო, ამ თემაზე, რა თქმა უნდა, თუმცა ეს გადაცემა, რა თქმა უნდა, ტრადიციულად გაგრძელდება და შეგახსენებთ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ყოველ დღე 11-ის ნახევარზე იქნება ხოლმე ეს გადაცემა. დღეს ცოტა დამოგვიანდა ამ შემთხვევაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აუცილებლად ჩატარდება ხოლმე. მას შესაბამისად, მე-19 საუკუნე ზოგადად ისტორიის დამოუკიდებელ სამეცნიერო დარგად და ერთგვარ აკადემიურ დისციპლინად ჩამოყალიბების საუკუნეა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში მოხდა რიგ ქვეყნებში სხვადასხვა ისტორიოგრაფიის განვითარება, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საუკუნეში ერთ მხრივ შემუშავდა ისტორიის მეცნიერული კვლევის მეთოდი და მეორე მხრივ საშუალო სკოლებსა და უნივერსიტეტებში დაიწყო ისტორიის ცალკე საგნასწავლება. როგორც ასეთი, ფაქტობრივად მე-19 საუკუნემდე არსად არ ისწავლებოდა ისტორია როგორც ასეთ ცალკე საგანი და შესაბამისად ამ ყველაფერმა საშუალება მისცა უკვე ზოგადად ადამიანებს, რომ ისტორია როგორც საგანი, როგორც მეცნიერება ასე შეესწავლათ, ხო? ისტორიის კვლევა და სწავლება უკვე ფაქტობრივად მე-19 საუკუნეში იქცა პროფესიად, რამაც საბოლოო ჯამში შემდგომ საუკუნეებში უკვე ძალიან დიდ განვითარებას მიაღწია ისტორიოგრაფიის დარგში და განვითარდა ასევე ისტორიის დამხმარე დისციპლინები, ხო? რაც შეეხება ლეოპოლდ ფონ რანკე, იყო ისტორიის მეცნიერული კვლევის კრიტიკული მეთოდის ფუძემდებელი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ისტორიის შესწავლა არ შეიძლება ისე, თუ მას კრიტიკულად არ განიხილა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დღევანდელი საზოგადოება, ვინც თქვათ არ ვართ ჩართული ამ სფეროში უფრო ღრმად, ერთი შეხედვით კონკრეტულ წყაროს წავიკითხავთ და მას თავისი ავტორი ყავს მოგვეხსენება და საერთოდ არ დავფიქრდებით ამ წყაროს სიზუსტე რამდენად ზუსტი ეს წყარო და რამდენად შეიძლება კონკრეტულად ამ წყაროს ნდობა, ხო? შესაბამისად ამ ყველაფერს მოსდევს ხოლმე აზრთა გაუგებრობა კონკრეტული საკითხის მიმართ და ამიტომ არის შემდგომში ესეთი პაექრობა რომ იმართება და საბოლოო კონსენსუსამდე ვერ მიდიან ხოლმე, ხო? შესაბამისად მიზეზი ამის არის ის, რომ ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციას აქ არაა საუბარი კონკრეტულად ისტორიული ინფორმაცია არის თუ არა, ეს საუბარია იმაზე, რომ ჩვენ აუცილებლად კრიტიკულად უნდა შევაფასოთ ნებისმიერი თეორიული მასალა, რომ ჩვენ მივიდეთ უკვე
დაადებით შედეგამდე და ასეთი იყო სწორედ ლეოპოლდ ფონ რანკე, გერმანელი ისტორიკოსი, რომელიც 1795 წელს დაიბადა და 1886 წელს გარდაიცვალა. ფაქტობრივად მე-18-19 საუკუნის მოღვაწე გახლდათ. ფაქტობრივად ისტორიის მეცნიერების განვითარებაში რანკეს მიერ შეტანილი წვლილი სამეცნიერო ლიტერატურაში, ხშირად ისტორიის დარგში, ამ შემთხვევაში უწოდებენ კოპერნიკისეულ რევოლუციასაც. მოგეხსენებათ, კოპერნიკმა ძალიან დიდი რევოლუცია მოახდინა, ხო? და ფაქტობრივად სწორედ ისეთი დონის იყო ლეოპოლდ ფონ რანკე, გერმანელი ისტორიკოსი, რომ შეადარეს კიდეც კოპერნიკისეულ რევოლუციად მისი ეპოქა, ხო? გადმოეცი ისტორია ისე, როგორც ეს სინამდვილეში ხდებოდაო, ეს იყო მისი დევიზი და ფაქტობრივად მთავარი პრინციპიც, რომელიც მან ისტორიის კვლევის საფუძვლად დადო ფაქტობრივად და ყველა ახალ თეორიულ წყაროს სწორედ ასე იკვლევდა. ეს ფუნდამენტური პრინციპი ერთის მხრივ მოითხოვდა მკვლევარი ისტორიკოსისაგან ეკვლია მიუკერძოებლად და არა პირადი სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე ან საკუთარი ეპოქის გადასახედიდან და მეორე მხრივ ჩაწვდომოდა საკვლევი ეპოქის სულს და მაქსიმალური სიზუსტით გადმოეცა ისტორიული სინამდვილე, ხო? და ლოგიკურიც არის, ხა წარმოიდგინეთ, თქვენ კონკრეტულად ტექსტს კითხულობთ, უცხო ტექსტს და უცბად თქვენ ამ ტექსტს აფასებთ თქვენი სუბიექტური მოსაზრებიდან და არ ითვალისწინებთ ეპოქას, არ ითვალისწინებთ თქვენს გარშემო არსებულ რეალობას და ეს საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ შედეგს მოგვიტანს ზოგადად როგორც ისტორიკოს და აი ამის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაილაშქრა გერმანელმა ისტორიკოსმა ლეოპოლდ ფონ რანკემ, ხო? მართალია მიუკერძოებელი და ზუსტი ისტორიის გადმოცემის ხერხის ძიება რანკემ მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთხელ უოლტერ სკოტის იმ დროს პოპულარულ ისტორიულ ნაწარმოებში კვენტინ დორვარდი, თუ გაქვთ ეს ნაწარმოები წაკითხული, მიხვდებით რაზეა საუბარი, უამრავი ისტორიული უზუსტობა აღმოაჩინა და ფაქტობრივად ეს გახდა უკვე წინაპირობა იმისა, რომ ისტორიკოსები გახშირებულად ერთვებოდნენ ნაწარმოებებში და კრიტიკულად აფასებდნენ, რომ აქ ვიცით რა, ფაქტობრივი შეცდომა, უზუსტობა და ამ ხერხის პოვნაში რანკეს მისი ფილოლოგიური განათლება დაეხმარა და გადაწყვიტა, რომ ისტორიული წყაროების შესწავლა, როგორც ამას ფილოლოგები აკეთებდნენ, ისე დაეწყო, თუმცა და ის ზოგადად იმ ტექსტის ორიგინალურობისა და როგორ გითხრათ, ნაყალბეობის დასადგენად მიუდგა ფილოლოგიური კუთხით. კონკრეტულად, რამდენად ეს შეცვლილი იყო რეალობასთან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელი იყო ასეთი ტიპის ტექსტი ყოფილიყო თქვათ წინა საუკუნეებში და მეტყველების სპეციფიკა როგორიც იყო თქვათ და ესეთი მეთოდი არჩია და ფილოლოგიური კუთხით მიუდგა და სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა, რომ შეიქმნა ისტორიული წყაროების კვლევის კრიტიკული მეთოდი. ანუ ფაქტობრივად ლეოპოლდ ფონ რანკე იყო დამფუძნებელი ისტორიული კვლევის კრიტიკული მეთოდისა ევროპაში, რომლიდანაც აღმოცენდა თანამედროვე ისტორიული სამეცნიერო კვლევა და ამის შემდეგ უკვე რანკემ მკაფიოდ განსაზღვრა ის, რომ რა სახის წყაროებიდან უნდა მოეპოვებინა ისტორიკოს ზუსტი ცოდნა წარსული სინამდვილის შესახებ და ამ მხრივ უპირატესობა ცალსახად და პირველად წყაროებს მიანიჭა. მაშასადამე, როცა ისტორიკოსი კვლევაძიებას იწყებს, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დადგინდა, რომ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ისტორიულ წყაროებს, ხო? ერთ-ერთი ნაშრომის შესავალში რანკე წერდა, რომ წინამდებარე ნაშრომი ეყრდნობა მემუარებს, წერილებს, დღიურებს, საელჩოების მოხსენებით ბარათებსა და თვითმხილველთა ნაამბობს. შეიძლება ითქვას, რანკემ ისტორიის კვლევის კანონად აქცია ოფიციალური, ანუ სახელმწიფო საჯარო დოკუმენტებისა და კერძო ხასიათის წერილობითი საბუთების შესწავლა. ასევე დიდწილად რანკეს წყალობით მე-19 საუკუნეში ისტორიის მეცნიერული პროფესიული კვლევის წესად იქცა არქივებში მუშაობა, სადაც დაცული იყო ისტორიული დოკუმენტები, ხო? და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რანკე სიცოცხლეშივე და ეს თითქმის მთელი საუკუნეა, ფაქტობრივად რაც ცოცხალი იყო, მთელი მე-19 საუკუნე მოგესხმებათ 1886 წლამდე იყო ცოცხალი,
მთელი მე-19 საუკუნე რანკეს ბაძავდნენ, მის მეთოდებს ბეჯითაც სწავლობდნენ და არა მხოლოდ გერმანელი ისტორიკოსები, არამედ სხვა ქვეყნის ისტორიკოსები და სწორედ ფაქტობრივად რანკემ ჩაუყარა საფუძველი ისტორიზმის სახელით ცნობილ მიმდინარეობას, რომელიც სოფლიოში გავრცელდა, ხო, ფაქტობრივად. აი ასეთი ყავდა ამ შემთხვევაში გერმანელი ისტორიკოსი რანკე. რაც შეეხება შემდგომ ისტორიკოს, ესაა თეოდორ მომზენი, რომელიც იყო ისტორიის მეცნიერული პროფესიონალური შესწავლის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი. ფაქტობრივად მომზენმა ისტორია როგორც საგანი და მის განვითარება ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და კიდევ ერთმა სახელგანთმულმა კვლევამმა თეოდორ მომზენმა უკვე ისტორიის სიაში დაიმკვიდრა ადგილი. იგი დაიბადა 1817 წელს და 1903 წლამდე გასტანა მისმა სიცოცხლე. ძალიან განათლებული პიროვნება იყო, თვითონ იურისტი იყო და ფილოლოგი და ფაქტობრივად ფსევდოდოქტორების წინააღმდეგ დაიწყო ლაშქრობა. რას გულისხმობს ეს ფსევდოდოქტორები? ანუ ფაქტობრივად თეოდორ მომზენმა პირველად ისტორიაში დაიწყო პლაგიატიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. რას გულისხმობდა? ანუ ეს ფსევდოდოქტორები იყვნენ ისეთი ხალხი, რომლებიც საკუთარ ნაშრომებს გადმოიღებდნენ სხვა ადამიანებისგან, სხვა ისტორიკოსებისგან და უწოდებდნენ საკუთარი ნამუშევარს და სწორედ მომზენი ასეთი ერთგვარი წვავე კრიტიკით დაიწყო მათი დასჯა ფსევდოდოქტორებისა და ამან საკვირველია მკაცრი კრიტიკაც გამოიწვია ფსევდოდოქტორების მხრიდან, ხო? ის განსაკუთრებული აკურატულობით უდგებოდა დოკუმენტური წყაროების დამუშავებას და ზედმიწევნით მკაცრად იცავდა სიზუსტეს ისტორიული ფაქტების დადგენის საქმეში. თუმცა ისტორიული დეტალების დიდ ოსტატს მომზენს მისმა მთავარმა ისტორიულმა ნაშრომმა, რომელსაც რომის ისტორია ეწოდება, აღიარება მოუტანა როგორც მხატვრული სიტყვის ოსტატს. ფაქტობრივად რომის ისტორია მომზენმა, თეოდორ მომზენის რომის ისტორია მინდა გითხრათ, რომ თარგმნილი არის გერმანულიდან ინგლისურზე და თუ ამას გაეცნობით ძალიან კარგი იქნება, ვინც დაინტერესებული ხართ, თეოდორ მომზენის რომის ისტორია და თუ დაუკვირდებით იმ ტექსტს, მე რაღაც ნაწყვეტი მაქვს აქედან წაკითხული, თქვენ ნახავთ ისეთ ისტორიულ და მხატვრულ ლექსიკოლოგიას, რომელიც განგაცვიფრებთ პირდაპირი მნიშვნელობით. და სწორედ ეს რომის ისტორია გახდა აღიარების ერთ-ერთი მთავარი წყარო. 1854-56 წლებში გამოქვეყნებულ ამ დაუმთავრებელ ნაწარმოებს ფაქტობრივად 1902 წელს უკვე მთელი 50 წლის შემდეგ ნობელის პრემია მიენიჭა და ლიტერატურის დარგში გახდა ერთ-ერთი ლაურეანტი თეოდორ მომზენი. ხო? საფუძვლიანი ისტორიული გამოკვლევის შესანიშნავ ლიტერატურულ ნაწარმოებად ქცევა არ უნდა იყოს გასაკვირი ადამიანისგან, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები ისტორიისა და პოეზიის ავტორის წარმოსახვა, ხო? თეოდორ მომზენის დაინტერესება რომის ისტორიით, განსაკუთრებით კი იულიუს კეისრის ფიგურით, მოგეხსენებათ, მომზენი აშკარად გამოკვეთილი ის იყო, ცეზარისტი იყო. რა იგულისხმება, ანუ მას ძალიან დიდი სიმპათიები ჰქონდა იულიუს კეისრის მიმართ და ფაქტობრივად იგი განაგებდა იულიუს კეისარს, მას გამორჩეულ კაცს, გენიოს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მხედართმთავარს იმ საუკუნეში მიიჩნევდა და ამ ყველაფრისა ასეთი შეფასების გამო მომზენმა დაიმსახურა კიდეც შემდგომ საუკუნეებში აღიარება, რადგან იულიუს კეისარი მართლაც რომ შესანიშნავი მხედართმთავარი გახდათ და მომზენის ასეთი დამოკიდებულება განპირობებული იყო თანამედროვე პრუსიაში არსებული საერთო საზოგადოებრივი და პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, პოლიტიკური სულისკვეთებიდან გამომდინარე, ხო? ფაქტობრივად მე-19 საუკუნეში ნაპოლეონის დაპყრობითი ომებში, როცა დაიწყო ნაპოლეონის დაპყრობითი ომები და პრუსიამ ძალიან დიდი მარცხი განიცადა ნაპოლეონის წინააღმდეგ,
1813 წელს ეგრეთ წოდებულმა ნაციონალურმა გამოღვიძებამ და გამოიწვია ის, რომ ნაპოლეონის წინააღმდეგ ომი განახლდა. ერთიანი ძლიერი ეროვნული სახელმწიფოებრიობის იდეა ცენტრალურ პოლიტიკურ მიზნად იქცა და ფაქტობრივად ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ თეოდორ მომზენის იდეებმა, რომელმაც ამ პერიოდში დაწერა გერმანული ბრძოლა, ასე ეწოდებოდა, გამოძახილი ჰპოვა და ფაქტობრივად მე-19 საუკუნის 10-იან წლებში, ანუ 1810-15 წლებში გერმანელი ხალხის გამოღვიძება ნაპოლეონის წინააღმდეგ ხელახლა მოხდა და იფეთქა ამ რევოლუციურმა მიზანმა. ფაქტობრივად მე-19 საუკუნე გერმანიისთვის ნაციონალიზმის საუკუნე იყო, ანუ ნაციონალიზმში იგულისხმება ის მდგომარეობა, როცა ჩვენ ვაყენებთ ჩვენს ეთნიკურ მდგომარეობას ყველაზე მაღლა, ჩვენ ქართველები მაგალითად დავაყენებთ ყველაზე მაღლა ეთნიკურ მდგომარეობას და არავის არ ვინდობთ იმის გამო, რომ ჩვენი ეთნიკურობა იყოს დაცული და გერმანიამ სწორედ მე-19 საუკუნეში აი ამ ტიპის ნაციონალურმა ძალამ გაიღვიძა და საბოლოო ჯამში დაიწყო ძალიან მკაცრი დაპირისპირება ნაპოლეონის წინააღმდეგ. ამ საუკუნეშივე მომწიფდა და განხორციელდა ერთიანი გერმანული ეროვნული სახელმწიფო შექმნის იდეა, რომელსაც სათავეში პრუსია ედგა და ეს იყო ერთგვარი ციტატად შეიქმნა ამის შესახებ, სისხლითა და מחვილით გერმანიის ზემოდან გაერთიანების მისმარკისეული გეგმა 60-70-იან წლებში. ფაქტობრივად გერმანიამ უკვე დაიწყო დამოუკიდებლობაზე ფიქრი და უნდოდა ამ პატარ-პატარა დაშლილ ქვეყანას შექმნილიყო ერთიან დიდ გერმანიულ სახელმწიფოდ, ხო? და დროიზენის, ასე ვთქვათ, მომზენის ბოდიშით, მომზენის აი ეს პატარა ნაწყვეტით მოწმობს იმას, რომ იგი განსაკუთრებული სულისკვეთებით გამოირჩეოდა და განსაკუთრებული პატრიოტი იყო, გერმანელი ისტორიკოსი, როგორც მოგეხსენებათ და ერთ-ერთ ნაწყვეტს წაგიკითხავთ აქედან, მე მზად ვარ ვემსახურო სამშობლოს და კეთილსაქმეს წერდა რანკე მინისტრ ბერნტროპს, პრუსიის მთავრობა წერდა ჰაინე. არა მხოლოდ დიდ სახელების, არამედ მცირეთა კომპრომიტირებასაც ეწევა. მაგალითად, საწყალი რანკე მას აქვს შესანიშნავი ტალანტი, გამოჭრას პატარა ისტორიული სურათები და მხატვრულად მიაწევოს ისინი ერთმანეთს. ეს გულუბრყვილო, უწყინარი, კეთილი ადამიანი გემრიელია, როგორც ჩემწვარი ცხრის ხორცი. ძალიან ისეთი კომიკური შეფასება, ეს არის რანკეს მიერ დაწერილი შეფასება, რომელიც მიემართება მომზენს და ფაქტობრივად ეს იყო ის რეალური დახასიათება მომზენსა, რაც იყო ეს ადამიანი და როგორი ისტორიკოსი იყო, ანუ როგორი სულისკვეთებაც ჰქონდა მას. რაც შეეხება უკვე შემდგომ ისტორიკოსს, ეს იყო დროიზენი. მომზენი მე-19 საუკუნის ბევრი სხვა გერმანელი ისტორიკოსის, მათ შორის რანკეს მსგავსად, პრუსიელი ნაციონალისტი იყო და ამდენად რომის წარსული დიდების კვლევაც მისი პოლიტიკური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი, ხო? ისევე როგორც მე-19 საუკუნის კიდევ ერთი თვალსაჩინო გერმანელი ისტორიკოსი იოჰან გუსტავ დროიზენი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ელინიზმის ავტორია და სწორედ მან იოჰან გუსტავ დროიზენმა პირველად მსოფლიო ისტორიაში დაამკვიდრა ტერმინი ელინიზმი. მოგეხსენებათ, ელინიზმი არის ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ დაშლილი იმპერიული პერიოდი, როცა მისმა მხედართმთავრებმა დიადოხოსებმა გაიკვალეს გზა და ფაქტობრივად მთელი მცირე აზიის ტერიტორია ჩაიგდეს ხელში და დაიყო ტერიტორია ელინისტურ სახელმწიფოებად, რომელსაც ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრები ჩაუდგნენ სათავეში და ეს ელინიზმი სიტყვა, ანუ ელინ ნიშნავს ბერძენს, ხო? აქედან მომდინარეობს ელინიზმის სიტყვა და თვითონ ეს ტერმინი იოჰან გუსტავ დროიზენმა, გერმანელმა ისტორიკოსმა მე-19 საუკუნეში დაამკვიდრა სწორედ. ავტორი პრუსიული სახელმწიფოს სიმტკიცის ნიმუშს ალექსანდრე მაკედონელს ადარებდა და ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფო როგორც მტკიცეც იყო, თუმცა ძალიან მცირე ხნით, უნდოდა სწორედ იოჰან გუსტავ დროიზენს, რომ ასეთი გერმანული სახელმწიფო შექმნილიყო. სწორედ ამიტომ რანკეს მთავარი რწმენა
ობიექტური მიუკერძოებელი არაპარტიული ისტორიის დაწერის შესაძლებლობის არაერთხელ დაამდგრა ეჭვისქეშ იოჰან გუსტავ დროიზენის მხრიდან და გამხდარა კრიტიკის საგანი. და მე-19 საუკუნეშივე ეს გააკეთა დროიზენმა, რაც გამოიხატა მის ცნობილ გამონათქვამში, იყო მიუკერძოებელი არაადამიანურიაო. ხედავთ უკვე ფაქტობრივად აქ ორი სარედაქციო დაპირისპირება იყო, დაიწყო უпростоრად, რაშიც იგულისხმებოდა ის, რომ ადამიანები, კერძოდ დროიზენი და მომზენი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთი ამბობდა, რომ უნდა იყო მიკერძოებული, მაგრამ კრიტიკული მეორე ამბობდა, რომ უნდა იყო მიუკერძოებელი და ეს თუ ასეთი იქნება არაადამიანური ხარო, ხო? და ამ იდეის განვითარებას ცდილობდა სწორედ რომ დროიზენი. გაცილებით უფრო ადამიანურია იყო მიუკერძოებელი, ხო? დროიზენი ამტკიცებდა, რომ ყოველი ისტორიკოსი იკვლევს და წერს ისტორიას საკუთარი გადასახედიდან, მისი თანამედროვე გარემოდან და მისწრაფებიდან გამომდინარე. დროიზენმა რანკე გააკრიტიკა იმის გამოც, რომ მისი ისტორიული კვლევის მეთოდი წყაროების კრიტიკით, ისტორიული ფაქტების დადგენით შემოიფარგლებოდა და ისევ ისტორიკოსის მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე თავს არიდებდა და მათ ინტერპრეტაციას აბუჩადიგდებდა, როგორც ასეთი. დროიზენისვე დამსახურება აგრეთვე ის, რომ მან განავითარა და სრულყო ისტორიის კვლევის მეთოდი, მისი ცნობილი ტრიადა, სამეული არის ევრისტიკა, კრიტიკა და ინტერპრეტაცია, რომელიც სამ ნაწილად გამოსცა და დაწერა, ანუ ისტორიული კვლევის სამი საფეხური, რომელიც დღესაც კვლევის საფუძველია და ბოლომდე უსმენენ და სწავლობენ მის სამ ტრიადას, როგორც ასეთი. მე-19 საუკუნის მიჯნაზე გაღრმავდა ფაქტობრივად გერმანული ისტორიზმის სკოლის კრიზისი, რადგან მისმა წარმომადგენლებმა შეიქმნეს კერპები სახელმწიფოს პოლიტიკური ისტორიის, დიდი პიროვნებებისა და მათი საქმეების მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების წინაშე, ხო? და ფაქტობრივად ეს ინტერესები გამოიკვეთა დროიზენის ნაშრომებშიც, რომელიც პირველი მსოფლიო ომით იყო დაინტერესებული და იგი ვარაუდობდა, რომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო რომ სამყარო თუ ასე განაგრძობდა განვითარებას, პირველი მსოფლიო ომი დაწყებულიყო და ეს წინასწარმეტყველება როგორც ასეთი ახდა კიდეც და საბოლოო ჯამში დროიზენის ასეთი მიმართება გამართლდა. საბედნიეროდ იმავდროულად გამოჩნდნენ მეცნიერები, ვინც ბრძოლა გამოუცხადა ამ კერტთაყვანისმცემლობის ისტორიულ მეცნიერებაში და სწორედ მათი მეცადინეობით უკვე მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა ახლებური მიდგომა ისტორიის კვლევისადმი. აი ეს იყო დღევანდელი ჩვენი თემა, რაზეც უნდა გვესაუბრა და ჩვენ ფაქტობრივად უკვე დავასრულეთ მე-19 საუკუნის გერმანელი ისტორიკოსებზე საუბარი, განვიხილეთ რანკე, მომზენი და დროიზენი, სამი გამოჩენილი ისტორიკოსი გერმანიაში, დეტალურად მიმოვიხილეთ მათი ნაწარმოებები, ცხოვრება და ფაქტობრივად დავარსრულეთ ასევე მე-19 საუკუნის ევროპული მწერლობა, რაც დავიწყეთ და ერთი კვირიანი გეგმა რაც ჰქონდა ამ გადაცემის მიზანი სწორედ ესაა, რომ კონკრეტულ ეპოქებს ნათელი მოჰფინოს და ისტორიული აზროვნების შედეგად ესა თუ ის თემა მიმოიხილოს და ფაქტობრივად ჩვენ დავასრულეთ ამ მიმართების ახსნა და ნათლის მოფენაც, ხო? რაც შეეხება უკვე შემდგომ თემებს, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება უკვე ახალი თემები, ვინც მისმენთ ხოლმე და ნახულობთ ხშირად ამ გადაცემას, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ თქვენივე იდეები, რაზე გინდა, რაზე გნებავთ რომ ვისაუბროთ და ფაქტობრივად იმ სურვილს ერთგვარად შევასრულებ, რაც თქვენ გინდათ და იმის მიხედვით დავგეგმა შემდგომ კვირას. რაც შეეხება ჩემს მიერ თქვენ და მის შეკითხვებს, იქნება შემდეგი, რომ შეადაროთ ერთმანეთს მომზენისა და დროიზენის ისტორიოგრაფიული ნაშრომები და ასევე რანკეს მცნებები,
რა იყო რანკეს სამი მთავარი დამსახურება გერმანულ ისტორიოგრაფიაში. დღევანდელი თემა სულ ეს იყო და ახლა ბოლოს დავასრულებ თანამედროვე ისტორიკოსი რანკეს სამი საყოველთაოდ აღიარებულ დამსახურებას, რომელიც მის ერთ-ერთ ნაშრომში იყო. პირველი ეს იყო, რომ რანკემ ხელი შეუწყო ისტორიის, ფილოსოფიისა თუ ლიტერატურისგან დამოუკიდებელ ცალკე დისციპლინად ჩამოყალიბებას. ფაქტობრივად ლეოპოლდ რანკემ ჩამოაყალიბა ისტორია ცალკე დისციპლინად ფრაზით, როგორც ეს სინამდვილეში ხდებოდა, რომელიც უმჯობესია ითარგმნოს, როგორც ეს საკუთრივ იყო. რანკე გულისხმობდა არა მხოლოდ ფაქტების შეგროვებას, არამედ წარსულის თავისთავადი არსის გაგებას. ამ მიზნის მისაღწევად ამბობდა რანკე, ისტორიკოსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ყოველი ეპოქა ღვთისაა, ანუ ყველა ეპოქა ერთია ღმერთისთვის. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, წარსული არ უნდა განსაჯო აწმყოს ღირებულებებიდან გამომდინარე, არამედ შეეცადო გაიგო წარსული ისე, როგორც ის მასში მცხოვრებ ადამიანებს ესმოდათ, ხო? ესაა რანკეს მეორე მთავარი დამსახურება ისტორიის მეცნიერების წინაშე და ძალიან ლოგიკური რაღაცაა. წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენ 21 საუკუნიდან ვაფასებთ, პირობითად ვიძახი, ერეკლე მეორეს რატომ უნდა დაედო ან არ დაედო გეორგიევსკის ტრაქტატი. აქედან გადმოსახედიდან ძალიან მარტივია, ხო, შევაფასოთ ახლა იმ დროინდელი პერიოდი, რამდენი ის არსებობდა, აგერ იქ ირანი იყო, აგერ რუსეთი იყო, აგერ თურქეთი იყო და როგორ დაუშვა ამდენი ასე თქვათ, ასეთი შეცდომა, რომ რუსეთის ფარველობაში შევიდა და გამომდინარე იქიდან ვიცით, რომ რუსეთმა გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები არ შეასრულა. ხო და სწორედ ეს იყო რანკეს მიზანი, რომ ფაქტობრივად ის ამბობდა, რომ როგორც ეპოქაში ხდებოდა რეალური მდგომარეობა, რაც იყო, იმის მიხედვით უნდა განვიხილოთ ჩვენ ისტორია და არა 21 საუკუნიდან შევაფასოთ კერძოდ კონკრეტული ეპოქა. და მესამე დამსახურება რანკესი იყო, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც რანკემ შეიტანა თანამედროვე ისტორიულ კვლევაში, თავდაპირველად ფილოლოგების მიერ შემუშავებული მეთოდის დანერგვაო. ანუ რა იგულისხმება რანკემ თქვა, რომ თავდაპირველადო ფილოლოგების მიერ შემუშავებულ მეთოდიკას მიყევითო და მათ მიერ გადაკვალიფიცირებულ ნაშრომებს მიუდექით ისე, როგორც ისტორია შეეფერებაო. და ეს იყო ის მიდგომა, რომ ფაქტობრივად იგი ამართლებდა ისტორიის დისციპლინაში ფილოლოგიურ მიმართულების არსებობასაც. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი თემა. დიდ მადლობას გიხდით, ვინც მისმენდით, ან ვინც მომისმენთ საბოლოო ჯამში, შემდგომ დღეებში და მე დაგემშვიდობებით ორშაბათამდე და 11-ის ნახევარზე უკვე ახალი თემებით შეგხვდებით. დროებით. და ახლა დავუთმობ კლასიკურ მუსიკას და ამით დავასრულებ ჩემს დღევანდელ გადაცემას. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი თემაც და ახლა დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.